საქართველოს ძლიერება მეფე თამარი. ვინ არის? ნინი 10 წლის. უყვარს სიმღერა, ცეკვა, ხრაშუნა კარტოფილი, მულტფილმები, კომპიუტერული თამაშები, ისტორიაზე. მე ვარ. პაროლი? არა, პაროლი მიხარი. სამწოდე გაავე. დათა 13 წლის. უყვარს ისტორია და არქეოლოგია. სიმღერა, ბოევიკები და პლასტელინის კაცუნებით თამაში. აუ, ნინი, ბაზრობაზე რა როჯარის და იცი? გაგიზდებ და დისკი. დამანებე თავი. რა მოგწე? ხელები გადიოთ. მომენტ. რა გინდა? მაშინ კომპიუტერი ჩამატე. ეს გააფუჭებს. არ იცი, დამანებე. შეხედე იქ რა არის? მომენტ. გაჩერდი. მომეწმინდა რა, კარგი. სულ შენაკეთე. მაცალე. ბავშვებო. ეს ის მასტიო, მე დავამებოდი. ხო, ეს მე ვარ, ზაუდა. ბარაკიროსა. მე უკვე დიდი ხანია გითვალთვალებს და ვიცი რაც გაინტერესებს. გინდათ ვეფხისტყაოსნის პრეზენტაციაზე დაგვატიჟოთ? აბა მაშინ მომყევით. აი, შოთა რუსთაველი ვეფხისტყაოსას უძღვნის თამარ მეფეს. შოთა რუსთაველი, მე-12-მე-13 საუკუნეების ქართველი ჰუმანისტი და პოეტი. სხვათა შორის, ბევრს რუსთაველისა შურდა და ჩვენი პოეტი ერთხანს გააძევეს კიდევაც საქართველოდან. მაგრამ თამარ მეფემ რატომ არ დაუშალა? მაშინ სხვადასხვა მიზეზთა გამო თამარი სხვა დიდგვაროვნების გარეშე ვერ წყვეტდა დიდ საქმეებს. რომ იტყვიან მაგარი ოპოზიცია ყავდა. რა სულ ასე იყო? არა, რა თქმა უნდა, მერე გაძლიერდა. მაღალ თანამდებობებზე თავისი ხალხი დანიშნა და ერთპიროვნულად მართავდა ქვეყანას. როდის გამეფთა თამარ მეფე? 1184 წელს. წინა წესი იყო ასეთი. მეფეს ხმალს შემოარტყამდნენ ხოლმე წელზე. თამარის მეფობის დასაწყისში მისი მოწინააღმდეგენი იმდენად ძლიერნი იყვნენ, რომ მათ ლამის ძალად მიათხოვეს იგი რუს დიდებულს იური ბოგონოვსკის. მაგრამ 2 წლის შემდეგ თამარი მას გაშორდა. რადგან გიორგი რუსი, როგორც მას ეძახდნენ, ყოვლად უზნეო, გარყვნილი და ლოთი პიროვნება აღმოჩნდა. Если дашь чего, будешь целая. Эх, яблочко, да с голубикою. Подходи, буржуй, глазик выколю. Глазик выколю, другой останется, чтоб видал, но кому кланяться. გიორგი რუსი ჩასვეს აურაცხელი სიმდიდრით დატვირთულ ხომალდში და კონსტანტინოპოლში გააძევეს. მან ჯარი შეკრიბა და დაბრუნება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მაშინ საქართველომ თავისი სიძლიერის მწვერვალს მიაღწია. იმ დროს მოღვაწეობდნენ დიდი შოთა და იოანე შავთელი, გრიგოლ ჩახრუხაძე, ბექა ოპიზარი. შენდებოდა ხიდები, გზები, ეკლესია, მონასტრები და ტაძრები, იკორთა, ვარძია, ქვათახევი, ყინწვისი, ბეთანია. ამიტომაც ყველას უნდოდა სილამაზითა და სიმდიდრით გარყმული ქვეყნის მფლობელის, მშვენიერი თამარის სოლად მოყვანა. რამბაბი, გამესარიგებე? ესენი სასიძოები არიან, თამარის ხელის თხოვნა უნდა.
მაგრამ მათ ყველას კოლზი ნაცარში ჩაუვარდათ. თამარმა თავისი არჩევანი ოს და უფლის წულზე, დავით სოსლანზე შეაჩერა. დავით სოსლანი, ოს და მეფე ჯადრონის შვილი. თამარ მეფის მეორე ქმარი. თამარისა და დავითის ქორწინების აღსანიშნავად სპეციალური სპილენძის მონეტაც კი მოიჭრა, სადაც ამოტვიფრული იყო მათი სახელები. ქართველებმა დავით სოსლანის მეთაურობით მრავალჯერ ილაშქრეს და ჩვენს ქვეყანას შემოერთეს ვარდავი, განზა, კარნუქალაქი, ნახიჩევანი, შამქორი, გელაკუნი, ანისი, ბიჯნისი, დვინი და მრავალი სხვა. الآلة مستعدة بناء الآلة მაჰმადიანური სამყარო ვერ ურიგდებოდა ქართველთა ასეთ აღზევებას. რუმის სულთანმა რუქნადინმა მთელ სამუსლიმანო სამყაროს მოუწოდა საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება. შეიკრიბა 400,000 მეომარი და საქართველოს წინააღმდეგ დაიძრა. ეს რუქნადინის ელჩი ამოდენა ჯარის იმედით გაბრაქილი რომ კითხულობს წერილს. Шнырили собрали эзен, кишкили, раз, именно. გაიმარჯვა ზაქარია მხარგრძელმა. ნიკოფსიიდან და რუბანდამდის ლაშქრის წვევა მიბრძანებია. ჯარს თვით მეფე თამარი მიუძღოდა წინ. თამარ მეფე დავით სოსლანს ხედავთავის ხმალს გადასცემს. ბავშვებო, ჩუმად. ნახე ესენი რა არხეინად არიან. ნახე, დარაჯებიც კი არ დაუყენებიან. ეს იმიტომ, რომ თავის სიძლიერეში ზედმეტად არიან დაწმუნებული. იმ დროს ქართული ჯარის საბრძოლო წყობა ასეთი იყო. ეხლა მიყურეთ ამას რა დღეს დავა. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ მოწინავე ქართულ ლაშქარს მარჯვენა და მარცხენა ფრთა ერთბაშად მიეშველა.
მამამისისთვის იმდენად მოულოდნელი იყო ორი მხრიდან შეტევა, რომ დაიდნენ. მთელი ქონება და ბანაკი მიატოვეს და გაქცევით ძლივს უშველეს თავს. გამარჯვებულმა ქართველებმა 12,000 წვე და აურაცხელი სიმდიდრე ჩაიგდეს ხელში. აგრეთვე განთქმული სამედიცინო ტრაქტატი კარაბადინი, რომელიც თამარ მეფის ბრძანებით მაშინვე ითარგმნა ქართულად. ნეტავ ერთი კამერა წავამეღო, რა ფოტოს გადავიღებდი? მე აქ არა ვარ. აბა გაიღიმეთ.